Საღამოშიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური ток-შოუ ნანა თემა მე ნანა რობაქიძე ვარ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბლოკი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინო მობრძანებისთვის და პირველი კითხვა ალბათ აქტუალობიდან გამომდინარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ზოგადად ძალიან საინტერესოა და საზოგადოების ინტერესი მაღალია მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის ერთგვარი დესტაბილიზაციის მოლოდინი, ასევე სახელმწიფო გადატრიალება ოპონენტების მხრიდან ასეთი ფრაზები გაჟღერდა და დღეს უკვე აღმოჩენილი იარაღის არსენალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თქვენი იურისტი ბრძანდებით საინტერესოა თქვენი შეფასებები. დიდი მადლობა ქალბატონანა, მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ქუთაისლებს. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და მაქვს საშუალება ვესაუბრო თქვენი ტელევიზიის მაყურებლებს მე პრაქტიკულად ეს 2 დღე დასავლეთ საქართველოში გავატარე, ვიყავი სამეგრელოში, დღეს ვიყავი სენაკში, ვიყავი ზუგდიდში, ვიყავი ცაისში, გუშინ ვიყავი აბაშაში, მარტვილში, უბრალოდ წალენჯიხაში სამწუხაროდ მოგვიწია გადადება შეხვედრის, იმიტომ რომ პრაქტიკულად სტიქია იყო, ისეთი ცუდი ამინდი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრები იყო. და მე ხას გავუსვამ ამ შეხვედრებს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ძალიან ცდილობს ნაციონალური მოძრაობა მართლაც ვითარების დესტაბილიზაციას, მათ შორის განსაკუთრებით ცდილობს არეულობის შეტანა სამეგრელოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, დღეს მართლაც უამრავ ადამიანს შევხვდი, ძალიან გონიერი ადამიანები არიან, ძალიან კარგად ესმით და ვის თუ არა სამეგრელოს კარგად ესმის სტაბილურობის ფასი, ესმით ძალიან კარგად, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა თავისი პარტიული ინტერესის გამო გამოიყენოს ვითარება და მართლაც ქვეყანაში არასტაბილურობა შემოიტანოს. მიზეზი არის ძალიან მარტივი. ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შანსი არ აქვს იმისა, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში მობრუნდეს, რაც არ უნდა ილაპარაკონ და ის განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა გიგა ბოკერიამ, ეს იყო მაგათი თავხედობის და ცინიზმის გამოხატულება, რომ ქართული ოცნება აგებს არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილი სადღაც გარბის, ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაზე მე ცალკე ვილაპარაკებ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას რომ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს, ეს შემიძლია 100%-ით გითხრათ, თუმცა ის რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობა ამდენს ბედავს, ეს ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ბრალი. ეხლა დღეს რომ აღმოაჩინეს სამალავებში რაღაცა იარაღი, ნანა თქვენც მეც ყველამ ვიცოდით, რომ ეს იარაღები სადღაც არსებობს. ყველამ ვიცოდით, რომ ასეთი სამალავები არსებობს და ამას აღმოაჩენდა ქართული ოცნება 3 წლის წინ ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური ლიდერები, რომ დაეჭირა თავის დროზე, გამოეძიებია საქმეები, სამართალი აღედგინა და სამართლიანობა აღედგინა ქვეყანაში და დღეს ეს თავის ტკივილი არ იქნებოდა. მაგრამ ქართულმა ოცნებამ იცით რა გააკეთა? ამერიკის ელჩის დასავლეთის კარნახით თავი დიდად არ შეიწუხა, გაერთო კოჰაბიტაციაში, თან დაიტოვა ნაციონალური მოძრაობა ძალიან ხელსაყრელ ოპოზიციად. იმიტომ რომ რა თქმა უნდა გირჩევნია როცა გაკრიტიკებს დესტრუქციული ძალა, გაკრიტიკებს დისკრედიტირებული ძალა, გაკრიტიკებს ცოცხების და გაუპატიურების ავტორი ძალა. ამიტომ შემოინახეს ნაციონალური მოძრაობა იმისათვის რომ დღეს ადამიანები დაეყენებინათ არჩევანის წინაშე რომ კი ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა ცუდია, ქართული ოცნებაც ცუდია და არჩევანი გაეკეთებინათ ამ ორ ძალას შორის. და ადამიანებს ეთქვათ, რომ მართალია ქართულმა ოცნებამ ვერაფერი ამ 4 წლის განმავლობაში ვერ გაგვიკეთა, მაგრამ ციხეებში ხალხს ხომ მაინც არ აუპატიურებდნენ ცოცხებით და ტერორი ხომ აღარ არის, ამიტომ ნაციონალებს ისევ ქართული ოცნება ჯობიაო. მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ძალიან ნათლად უთხრა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, არ ჩაერთოთ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ამ თამაშში. არც ქართულ ოცნებას უნდა მისცეთ ხმა და არც ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მისცეთ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ნაციონალური მოძრაობის უმსგავსობა დაამთავროს ამ ქვეყანაში, ვართ ჩვენ, მესამე ნომრით გამოვდივართ საარჩევნო ბიულეტენებში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით დაალაგოს ურთიერთობა, ეს ნამდვილად მე ვარ, მე ვუპასუხებ ქალბატონი ნანას კითხვას და მე მოგიყვებით როგორ ვაპირებ ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარებას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ჯერ ერთხელ და სამუდამოდ მართლა ამ ქვეყანაში ამ ფარული ჩანაწერების საკითხი უნდა მოგვარდეს. უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში მე ხა ბუნებრივია განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან, რომლებიც მე კარგად ვიცი, როგორ
ჭრიდნენ, კერავდნენ ცალ-ცალკე სიტყვებით, როგორ გააყალბეს თუნდაც და ფალსიფიცირებული ჩანაწერები, მათ შორის ჩემთან დაკავშირებული საზოგადოებას თქვათ, თითქოს და ჩემი საუბრები მიაწოდეს, ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მე მაშინაც მოვითხოვე გამოძიება და რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას არ გამოუძიებია, იმიტომ რომ მათი გაყალბებული იყო და როგორ გამოიძიებდა, მე ქართულ ოცნებას მიუმართე და არც ქართულმა ოცნებამ არ გამოიძია. თქვენ ბრძანეთ რომ მე იურისტი ვარ, დიახ მე იურისტი ვარ და ამიტომ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, მე ვერ ვიტყვი რომ ეს ჩანაწერი აბსოლუტურად აუთენტურია, მაგრამ ამას მოსმენაც არ უნდა, ნანა. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ იმ ჩანაწერებში, ამაზე ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ლაპარაკობს. ამაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მეტნაკლებად ღია ეთერში ლაპარაკობდნენ. ანუ როდესაც საუბრობენ ეს ავთენტურობაზე, თქვენ მიგაჩნიათ. ჩემთვის არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის თუ არ არის აუთენტური ეს ჩანაწერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შემთხვევებში ასეთი საუბრები იყო. დარწმუნებული ვარ, რომ დიახ სააკაშვილს სწორედ უნდა ქვეყანაში არეულობა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას უნდა დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ იციან, რომ არჩევნებით მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, ამიტომ მათ უნდათ არეულობა გამოიწვიონ ქვეყანაში და ამ არეულობის შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ რო არაფერი არ გამოუვათ, ამაშიც დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა კაპიტან ნინო, თქვენ რეიტინგები ახსენეთ და საინტერესოა ნაციონალური მოძრაობის შესახებ თქვით, რომ მათ წაგებული აქვთ არჩევნები. საინტერესოა რეიტინგების მიხედვით სულ სხვა მდგომარეობა. არა, მე არ მაინტერესებს რეიტინგები. მე მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად საინტერესოა თქვენი მოსაზრება. რომ ეს რეიტინგები არის აბსოლუტურად გაყალბებული. ეხლა რუსთავი 2 ატრიალებს 6 პარტიას ტელეეთერში. და ამბობს რომ ეს არის 6 ყველაზე პოპულარული პარტია საქართველოში. ამათში არიან ნაციონალური ქართული ოცნება, რადგან მეტნაკლებად ხელისუფლება და იძულებული არიან ჩასვა, ნაციონალური მოძრაობა, პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელიც уბრალოდ აღარ არსებობს საერთოდ, პარტია დაიშალა და იმ სკანდალების მერე რაც მოხდა. შალვა ნათელაშვილის პარტია, რომელიც ახლა არასოდეს არ ყოფილა მაღალ რეიტინგული საქართველოში და არც ახლა არ აქვს განსაკუთრებული რეიტინგი. რესპუბლიკური პარტია, რომელსაც 2%-ზე მეტი ცხოვრებაში არასოდეს არ ქონია. ამ დროს ჩვენი პარტია, რომელმაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ორ არჩევნებზე 10 და 11% აჩვენა, ჩვენი პარტია საერთოდ არ ფუნქციონირებს, არ ფიგურირებს. რატომ? იმიტომ რომ არ აწყობს რუსთავი 2-ს, არ აწყობს რუსთავი 2-ის პატრონი არის ნაციონალური მოძრაობა. არ აწყობს რაციონალურ მოძრაობას, არ აწყობს დაუშვათ იგივე დასავლეთის ცალკეულ სპეცსამსახურებს, რომ ბურჯანაძის პარტია ძლიერად გამოჩნდეს. უნდათ რომ ადამიანებს უთხრან, მათ შორის ჩვენს მომხრეებს, რომ არ აქვს ბურჯანაძეს შანსი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და ამით ადამიანებს ათქმევინონ, რომ ნუ ვერ გადის ბურჯანაძე და არ მივალ არჩევნებს. ეს არის ტყუილი ძვირფასო მეგობრებო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილი ჩანდა ყოველთვის. გაგახსენებთ უბრალოდ რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ რეიტინგებში მე და ჩემს პარტიას გვიწერდნენ 1%-ს და მივიღეთ 10-ზე მეტი. მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაგვიწერეს 1.5% და მივიღეთ 11 და ამის წინ ხუმრობდი სწორედ რომ ეხა როგორ ჩანს მეთქი ყველა ჩვენი რეიტინგი უნდა 10-ზე გავამრავლოთ თქო და ეხა დაგვიწერეს 2 და შესაბამისად ესე იგი გვაქვს 20%-ის აღების შანსი. ასე რომ მე ძალიან მინდა გთხოვოთ ძვირფასო ქუთაისლებო და ჩვენო ტელემაყურებლებო, ვიცი რომ ამ ტელევიზიას სხვაგანაც უყურებენ, არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ სახლში და მართლაც გააკეთოთ ძალიან გონივრული არჩევანი. არჩევანი იმის მიხედვით კი არა, ვინ მოგწონთ, ვინ არ მოგწონთ, ან ვიზე გაბრაზდით, ან ვიზე არ გაბრაზდით. არჩევანი იმის მიხედვით, რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობებს და ვის შეუძლია ამის გაკეთება. ვინ არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა, ამავდროულად არ გააფუჭოს დასავლეთთან ურთიერთობა, გახსნას რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, გახსნას რუსეთის ბაზარი, ქვეყნის შიგნით დაალაგოს ვითარება, აღადგინოს სამართლიანობა და დაარქვას ყველაფერს თავის სახელი და არ იყოს გართული მახინჯ კოჰაბიტაციაში. რეალურად შეძლოს ეკონომიკური წინსვლის განხორციელება. დაუსვით თქვენ თავს ეს კითხვები. ეს პოლიტიკოსი არის ნინო ბურჯანაძე, თუ ეს პოლიტიკოსი არის დაუშვათ თუნდაც იგივე კვირიკაშვილი, ან ბურჭულაძე, ან პატრიოტთა ალიანსი, ან შალვა ნათელაშვილი. მე მგონია რომ თუ ამ კითხვას მართლაც ძალიან ესე ვთქვათ გააზრებულად დაუფიქრდებით, აბსოლუტური უმრავლესობამ წესით ნამდვილად უნდა შემოხაზოს 3 ნომერი და ჩვენ მოგცეს ხმა.
ქავტონინო პაატა ბურჭულაძე ახსენეთ თქვენ სულ ახლა და საინტერესოა როგორ შეაფასებთ პაატა ბურჭულაძესა და მის პოლიტიკოსობას და ასევე საინტერესოა ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები მე გირჩის გამოყოფა მაქვს ხედველობაში. Იცით რა შეა საქმე? მე ძალიან მწუხვა რომ ბატონმა პაატა ბურჭულაძემ ასე ვთქვათ ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ის იყო და არის ძალიან კარგი მომღერალი. ის ძალიან უყვარდა საზოგადოებას და საერთოდ ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ ამას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდეს ელემენტარული წესი, რაც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქმედებს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრი კი არ უნდა იყოს ფეხბურთელი და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება იყოს სპორტის მინისტრი. თუმცა ჩვენ მსახიობი პრეზიდენტიც გვახსოვს და ეს იყო ამერიკაში. არა, უკაცრავად, აბსოლუტურად არასწორი შედარება, იმიტომ რომ მსახიობობასა და პრეზიდენტობას შორის რეიგანმა გაიარა 35 წლიანი გზა. ჯერ ის იყო ბიზნესმენი, მერე ის იყო სენატორი, მერე ის იყო გუბერნატორი და შემდეგ გახდა ის პრეზიდენტი, თორემ კინოკამერებიდან პირდაპირ პრეზიდენტის სავარძელში კი არ გადამხტარა. კი ბატონო, მოეცადა ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გაევლო პარლამენტარობა, მერე გაევლო რაღაცა სხვანაბიჯი და მერე შეიძლება ის გამხდარიყო პოლიტიკოსი. არ არის ეგრე, არსად არ ხდება და ჯერ ერთი სხვა არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის აწყობილი ქვეყანა, სადაც სისტემა მუშაობს და პრეზიდენტს რაღაც რომ შეეშალოს მექანიზმებია ქვეყანაში ისე აწყობილი რომ ის ქვეყანა არ დაიქცევა და სხვა არის საქართველო, სადაც პოლიტიკოსების ნაბიჯებზე ადამიანების და ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა არის დამოკიდებული. მე დავდივარ მთელ საქართველოში, ეხლა გულწრფელად უნდა ვთქვა, ეხლა შარშა ნამდვილად ამდენი არ მივლია ქვეყანაში, იმიტომ რომ პარტიული მშენებლობით ვიყავით დაკავებული და ძალიან ბევრი სხვა საქმე იყო გასაკეთებელი და ვემზადებოდით, ესე ვთქვათ, იმისათვის რომ არჩევნებს პარტია მომზადებული შეხვედროდა. მე უბრალოდ მართლა გულნატკენი ვარ საოცრად იმის გამო, რაც ვნახე ნანა და თქვენ ალბათ ეს ჩემზე ნაკლებად კარგად არიცით და მით უმეტეს ეს იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა. ადამიანები ყველგან მეუბნებიან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც ნამდვილად შეიცვალა და მე არა ვარ უმადური ადამიანი და ამას ვუმადლი ქართულ ოცნებას, რომ აღარ არის ის ტერორი და შიში იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც იყო, როდესაც უბრალოდ ვერიდებოდი კიდეც ადამიანების დაძახებას შეხვედრაზე, იმიტომ რომ მეშინოდა, როცა მე შეხვედრიდან წავიდოდი, არ ვიცოდი ამ ადამიანებს, ზოგს ნარკოტიკს ჩაუდებდნენ, ზოგს იარაღს ჩაუდებდნენ, ზოგი შვილს დაიჭერდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ ეკონომიკურად ნანა არაფერი არ გამოსწორებულა. აი მე მოვიტან ერთ ციფრს და არ ვიცი, მინდა რომ აი ჩვენმა ტელემაყურებელმა ამ ციფრს მიაქციოს ყურადღება. იანვრიდან აგვისტომდე. ქართულმა ბანკებმა და ეს არის სულ 4-5 ბანკი და 4-5 ადამიანის და ოჯახის საკუთრება. 680 მილიონი ლარის სუფთა მოგება ნახეს. 680 მილიონი ძვირფასო მეგობრებო. ბიუჯეტში შეიტანეს 46 მილიონი. რის ხარჯზე მოიგო 680 მილიონი ქართულმა ბანკებმა, პატივცემულო ტელემაყურებლებო. ეკონომიკა გუგუნებს, როგორც ეს კვირიკაშვილს უყვარს რომ თქვას, ქარხნები და ფაბრიკები აშენებული თუ რა ხდება? არ კეთდება არაფერი. არა, რა კეთდება ქავტონანა, მე რომელ რაიონშიც ვიყავი მისული, ყველა რაიონში და ამის კადრები არსებობს, ყველა რაიონში ადამიანებს უსვამდი კითხვას, მითხარით მეგობრებო, აშენდა ქარხნები, აშენდა ფაბრიკები, აშენდა საწარმოები, თქვენ დასაქმებულები ხართ? ადამიანები ყველგან მეუბნებიან რომ არა. მე ვერ გავიგე სადააშენა ბიძინა ივანიშვილმა ეს ქარხნები და ეს საწარმოები, იმიტომ რომ სადაც მე ვიყავი და მე ვიყავი პრაქტიკულად ყველგან საქართველოში ეს აშენებული არ არის. არაფერი არ კეთდება, აბას ქვია რომ არ კეთდება, როდესაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის მიღმაა. როდესაც შეპირდნენ პენსიონერებს რომ 300 ლარი გექნებათ პენსიაო და მინიმალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იღებს დღეს პენსიონერი, ამას გაკეთება ქვია? როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა, ახალგაზრდების უმრავლესობა უმუშევარია, ამას განაგაკეთება. ქავტონინო, თქვენ თქვით რომ ეკონომიკურად არაფერი გამოსწორებულა. საინტერესოა, თქვენ რა ხედვა გაქვთ? რა გაქვთ გაწერილი თქვენ საარჩევნო პროგრამაში? თუ კი თქვენ გაიმარჯვებთ, გამარჯვების შემთხვევაში რა სთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას? დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. მე ძალიან დეტალურად შემიძლია ჩვენი პროგრამა მოგახსენოთ, ასევე მინდა ახალგაზრდებს თხოვო განსაკუთრებით ვინც კომპიუტერთან, ესე ვთქვათ, მუშაობს ხოლმე, შევიდნენ ჩვენი პარტიის ვებგვერდზე, დემოკრატს.g, ეს არის ჩვენი ვებგვერდი, სადაც ჩვენი პარტიის პროგრამის სრულყოფილი ვერსია არის წარმოდგენილი.
თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ ბუკლეტები ადამიანებს დავურიგოთ და ჩვენმა აქტივისტებმა დაარიგონ მოსახლეობაში. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა ქალბატონ ნანა, ჩვენ ჩავატარეთ პრეზენტაცია ჩვენი პროგრამის, მართალია ძალიან გვიჭირს ხოლმე მოსახლეობამდე ჩვენი ინფორმაციის ტელეეთერებით მიტანა, იმიტომ რომ როგორც წესი ხა რუსთავი ფაქტიურად არ გვაშუქებს და სხვა ტელეეთერებით მაინცა და მაინც ესე ვთქვა ცენტრალური არხები არ იკლავენ თავს ჩვენი გაშუქებით. რეგიონულ ტელევიზიებზე ამას ამიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ დავაბალანსებოთ. თუმცა გეტყვით რომ სხვათა შორის ბათუმში ჩემი ყოფნის დროს მე წინა პარასკევს და შაბათს ვიყავი ბათუმში პრაქტიკულად პირველად მოხდა, როდესაც მე აჭარის ტელევიზიამ არ მომცა საშუალება ტელეეთერით მიმემართა აჭარის მოსახლეობისათვის. ეს ლამის ნაციონალური მოძრაობის დროს კი გავახსენდა. რა ამას საფუძვლად ქალბატონინო, რადგანაც თქვი საინტერესოა მიზეზი და ეხლა როდესაც ტელეეთერი შემოგთავაზებს რომ თავისუფალი დემოკრატების იქაურ მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად დაჯდე ეთერში ნინო ბურჯანაძე, ახლა უკაცრავად, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ ახლა ის ადამიანიც რატო უნდა ჩამეყენებია უხერხულ მდგომარეობაში, ხო, ახლა რა უნდა მედებატა მე რომელიმე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის და თან 10 წუთის განმავლობაში ქონდა საშუალება მელაპარაკა. ეს პრაქტიკულად უარი იყო, რასაც რა თქმა უნდა ჩვენგან შესაბამისი რეაქცია მოყვა და მე როცა ვუთხარი მას რომ 5 წუთი დამითმეთ მე ოღონდ მე დებატებში ვერ შევალ მაჟორიტარ დეპუტატთან, ეს უბრალოდ უპატიოსნო იქნება ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ ეხა ის ადამიანი მე ჩემთან ვერ იდებატებდა, ბუნებრივია. ეს 5 წუთიც კი ბათუმის ტელევიზიამ არ გაიმეტა. გასაგებია, მესმის რომ ბურჯანაძესთან დებატების ყველას ეშინია და არ უნდათ ბურჯანაძე ტელეეთერში, მაგრამ არა უშავს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ჩვენ მქონდა პარტიის პროგრამის პრეზენტაცია, რომელზეც მოვიწვიეთ ყველა ექსპერტი, მათ შორის ეგრეთ წოდებული პროდასავლური, პრორუსული და ასე შემდეგ. და მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ექსპერტმა დაგვიდასტურა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო პროგრამა პროგრამათა შორის და აბსოლუტურად რეალისტური. მე შემიძლია ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადახედეთ ჩვენს პროგრამას, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც იქ წერია. პირველ რიგში ჩვენი იდეა არის დამოცანა, რომ საქართველოს გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ სიმართლეს უნდა შეხედოს თვალებში და ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრი და მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარებია აფხაზეთში და სამაჩაბლოში განლაგებული, ჩვენთვის ნატოს წევრობა აღარც არის სასარგებლო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ქვეყნის გაყოფას. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს არ გახდება არც ნატოს წევრი, არც რომელიმე სხვა სამხედრო ბლოკის წევრი და ჩვენ უნდა გავიყვანოთ რუსული სამხედრო ჯარი და სამხედრო ბაზები ტერიტორიიდან. და გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია, იმიტომ რომ მე მაქვს იმის რესურსი, რომ ჩავიდე რუსეთში, შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოველაპარაკო მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით და არსებობს ამ საკითხების დარეგულირების მექანიზმები. ხა ქართული ოცნება იძახის, რომ ჩვენც ვამბობთ და ჩვენც გვინდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაო, კი ბატონო. დაგელაგებიათ მე ვინ შეგიშალათ ხელი. მე ნამდვილად არ შემიშლია ხელი. მე ოპოზიციაში ვიყავი, პარლამენტის რიგითი წევრიც კი არ ვიყავი, ჩავედი და ვლადიმერ პუტინს შევხვდი არა ერთგზის, ხო? შეხვედროდით ბატონებო, პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრია კვირიკაშვილი, პრეზიდენტია აგერბიძინა ივანიშვილის მოწონებული თავის დროზე მარგველაშვილი. შეხვედროდნენ, გაეხსნათ უვიზო რეჟიმი ადამიანებისთვის. მე გპირდებით მეგობრებო, რომ არჩევის შემთხვევაში აუცილებლად გავაუქმებ რუსეთთან სავიზო რეჟიმს. იქნება უვიზო მიმოსვლა და ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი ნათესავები, ახლობლები ყავს რუსეთში და წლებია ერთმანეთი არ უნახავს, შვებით ამოისუნთქავენ. მე გპირდებით იმას, რომ გაიხსნება სრულყოფილად რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. ქართულმა ოცნებამ თითქოს გადადგა რაღაცა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული ბაზარი სრულყოფილად საქართველოსთვის არ გახსნილა. აი მე დღეს ვიყავი სწორედ სოფელ ცაიში, როდესაც მივედი, ვნახე იქ ადამიანებს აქვთ სათბურები, აქვთ არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბოსტნეული, აქვთ არაჩვეულებრივი სალათები მოყვანილი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, უბრალოდ ადამიანებს გასაღების ბაზარი არ აქვთ და მათ თქვეს, რომ ჩვენ ქალბატონინო შარშან ტონობით გადავყარეთ მოწეული მოსავალიო. იგივეს მეუბნებიან აჭარაში, ხელვაჩაურში ადგა ხანში შესული კაცი და უბრალოდ მართლა თვალებით ცრემლებით ჰქონდა სავსე, მითხრა რომ შარშან 500 ტონა ლიმონი გადავყარეო. 500 ტონა ლიმონიო. ვიყავი ადიგენში გუშინ წინ, სადაც საუკეთესო კარტოფილი მოდის და ამ დროს ჩვენ იმაზე უფრო უარესი კარტოფილი, იმაზე უფრო ძვირად თურქეთიდან შემოგვაქვს და ჩვენი გლეხი, რომელსაც მოყავს ადიგენში ეს კარტოფილი,
მოიყვანს მოსავალს ამდენი სისხლის და ოფლის და შრომის ფასად და მერე ან საქონელს აჭმევს, ან ტონობით ყრის, იმიტომ რომ გასაღების ბაზარი არ არის. რომ იყოს რუსული ბაზარი სრულყოფილად გახსნილი, რასაც მე ნამდვილად ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, გარწმუნებთ, რომ ეს პროდუქცია გავალ რუსულ ბაზარზე, აშენდება გადამამუშავებელი საწარმოები ყველა რაიონში, იგივე ადიგენში. ჩვენი ბავშვები ხო პატარები განსაკუთრებით დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ჩიფსებს, რომელიც ჩვენ თურქეთიდან შემოგვაქვს. ადიგენში გქონდეს აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, საღი და არაჩვეულებრივი ხარისხის კარტოფილი, ყრიდე და თურქეთიდან შემოქონდეს ჩიფსები, ეს რა თქმა უნდა ნორმალური არ არის. ამიტომ მე ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, რომ ეკონომიკა დადგება ფეხზე, დიახ უბლოკო სტატუსი ეს არის ჟანგბადი ქართული ეკონომიკისათვის, გაიხსნება რუსული ბაზარი, შემოვა რუსული ინვესტიციები, გაიყიდება ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე და ეს შემოიტანს თანხას საქართველოში და ეს ჩვენ მოგცემ საშუალებას, რომ ბიუჯეტი გავზარდოთ და ადამიანებმა შვებით ამოისუნთქონ, უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს და შესაბამისად სოციალური ხარჯები გაიზარდოს ადამიანებისთვის. თუმცა მე ნანა ერთი რამეც უნდა ვთქვა, დღევანდელი ბიუჯეტითაც კი ჩვენ ვპირდებით ადამიანებს, მაგალითად, რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმის ტოლი არ არის ის პენსია, რომელიც დღეს არის. ჩვენ დავთვალეთ ეკონომისტებთან ერთად, მინიმალური პენსია დღეს უნდა იყოს 250 ლარი დღევანდელი ფასების და დღევანდელი ლარის კურსის გათვალისწინებით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ თვის ბოლოს პური არ გამოიტანოს ნისიად. 250 ლარი და ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ვთქვით, რომ მინიმალური პენსია უნდა მიებას ლარის კურსის მერყეობას, რომ კუპონი არ შერჩეს სინამდვილეში ადამიანს ხელში, როცა მოხდება ის, რაც მოხდა ლართან დაკავშირებით, როდესაც ლარის კურსი გაიქცა და 1.75 იყო, გახსოვთ თქვენ ლარი და ფაქტიურად ლამის 2 და 5, 2 და 7 და 2 და 8 გახდა. დიახ, ეს შესაძლებელია, მეგობრებო, შესაძლებელია ის, რომ ჩვენ გავცეთ 6 თვიანი შემწეობა უმუშევრებისათვის. რატომ 6 თვიანი? განა 6 თვის მერე ჭამა არ უნდა ადამიანს, მაგრამ ჩვენ დავთვალეთ და ეკონომიკას შეუძლია ჯერჯერობით აწიოს მხოლოდ 6 თვე უმუშევართა შემწეობა. ჩვენ გვაქვს კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა და ჩვენ შემოგვაქვს დედის ხელფასი, 3 წლამდე ბავშვის აღზრდისათვის დედას ხელფასი და ეს 3 წელი შრომით სტაჟში უნდა ჩაეთვალოს. ასევე მინდა პენსიონერებს უთხრა, დიახ, აუცილებლად პენსია უნდა განისაზღვროს შრომისა და დამსახურების მიხედვით და ადამიანს მისი ნამუშევარი წლების მიხედვით პენსიაზე დანამატი უნდა გამოეყოს. ჩვენ თავაზობთ ადამიანებს, რომ შემოვიღებთ აუცილებლად მინიმალურ დაუბეგრავ ხელფას 500 ლარს. იმიტომ რომ სამარცხვინოა, როცა 680 მილიონი ბანკებს აქვს მოგება და 46 იხდიან, ანუ 10%-საც კი არ იხდიან ბიუჯეტში და ამ დროს 200 ლარი აქვს ადამიანს ხელფასი. როგორ აპირებთ, ქაბოტონი? ძალიან კარგი დაპირებებია მესმის. გეტყვით როგორ აპირებთ? ჯერ ერთი ძალიან მარტივია, ჯერ ერთი ნაწილი ამ თანხის უყვედებს დღევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში და მე გეტყვით ეს არის ამაზრზენი, როდესაც ჩვენს პენსიონერებს საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვთ პენსია და ამ დროს მინისტრების ხელფასი არის 5000, 7000, 8000 ლარი და 50000-იანი და 100000-იანი პრემიები აქვს დარიგებული. მე არასოდეს არ ვატყუებ მოსახლეობას ძვირფასო მეგობრებო და მე არ გეტყვით იმას, რომ მინისტრის ხელფასი 200 და 300 ლარი უნდა იყოს. რა თქმა უნდა არა, მაგრამ როდესაც მინიმალური პენსია იქნება 250 ლარი, არ შეიძლება მინისტრის ხელფასი იყოს 5000 და 10000. ჩვენ უნდა მივაბათ უმაღლესი ხელისუფლების პირების ხელფასი ჯერადად პენსიას, დაუშვათ იყოს 10 ჯერ მეტი. ვთქვათ 250 ლარი პენსია, მინიმალური 2500 ლარი მინისტრის ხელფასი. თუ მინისტრს უნდა რომ გქონდეს 3000, 5000 გაზარდოს პენსია 300 და 500 ლარამდე და გაიზარდოს თავისი ხელფასი. ის რა ხარჯები რაც არის რეალურად დღეს ბიუჯეტში გათვალისწინებული, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, გამგებლები, მერიის თანამშრომლები 100.000-იანი და 150.000-იანი მანქანებით დადიან. გადათვალეთ, რამდენი შეიძლება, მე არ ვამბობ, რომ მათ სამარშრუტო ტაქსებით უნდა იარონ. იარონ ბატონო მანქანით, მაგრამ იყიდონ ისე, როგორც ეს ხდება დასავლეთ ევროპაში, 20.000-იანი, 30.000-იანი მანქანები და 100.000 ბიუჯეტში დატოვონ.
ძალიან ბევრი სხვა ხარჯია, მაგალითისთვის ვიტყვი ძვირფასო მეგობრებო, ხა ქუთაისში მე ძალიან ბევრი მიცნობს და პრინციპში საქართველოშიც თითქმის ყველა მიცნობს და იციან, რომ მე კულტურის ფასიც ვიცი, კონცერტის ფასიც ვიცი, კარგი კონცერტიც მიყვარს და კარგი მუსიკაც. მაგრამ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ბავშვების 70% ვერ იღებს ვიტამინების სრულყოფილ პაკეტს თავიანთი ყვების დროს, 28 მილიონი ხელისუფლებამ კონცერტებში დახარჯოს? 28 მილიონი ძვირფასო ტელემაყურებლებო ბიუჯეტიდან დაიხარჯა კონცერტების ჩატარებაში. კარგია კონცერტი, მაგრამ 680 მილიონი რო იშოვა სამაბანკმა, თქვენი გაკოტრებით, თქვენი ჯიბეებიდან ფულის ამოღებით და უსაშველო 20, 30 და 50%-იანი სესხებითაც კი იმ ბანკებს ჩაატარებინონ ეს კონცერტები და 28 და 30 მილიონი, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული, სოციალურ დახმარებებს მოახმარონ. ნანა, მე საოცარი რაღაცები მოვისმინე და ამას აუცილებლად დავამთავრებ და სოციალური დახმარება გახდება ძალიან სამართლიანი. ადამიანებს სოციალურ დახმარებას ართმევენ, როდესაც შედიან და ნახულობენ, რომ საპონია ოჯახში. ეს რა არის მართლა? რას გავს ესა? ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. გულწრფელად გეუბნებით და ბოდიში ვიხდი, რომ არ ვიცოდი უბრალოდ ეს პრობლემა. შეიძლება ადამიანს მითხრა კიდეც ერთმა ქალბატონმა ხონში. ქალბატონინო, ერთი კვირა ვიშიმშილებ, მაგრამ საპონს ვიყიდიო. რომ ადამიანს ხელს რო ჩამოვართმევ, ხელის ჩამორთმევა არ შეეძლოს. ეს დადასტურებულია ეს ფაქტი, რომ საპნის გამო. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ ადგილზე შეხვდა. საპნის გამო, კბილის პასტის გამო, 20 წლის ნაყიდ მაცივარში მეზობლის მოკითხული ხორციანი საჭმლის გამო, აღმაშფოთებელი ფაქტებია ქალბატონო ნანა, რომელსაც მე გამოვრიცხავ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში და ქვეყანაში ნამდვილად სამართლიანობა იქნება. სამართლიანობა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ციხეში ჩაჯდეს და უდანაშაულო არ დაისაჯოს. სამართლიანობა იმასაც ნიშნავს, რომ როდესაც მინისტრი ესე გამართული და ისე დადის, რომ ბუს ვერ ააფრენ, მშიერი არ ყავდეს მოხუცებულები, რომელთა შრომის ფასათაც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე და ამის მიღწევა დღევანდელი ბიუჯეტითაც შეიძლება და პლუს მე მაქვს ძალიან დიდი იმედი დალაგებული ურთიერთობებისა რუსეთთან, რომელსაც აუცილებლად მოყვება ძალიან სერიოზული ინვესტიციები და აუცილებლად მოყვება ქართული ეკონომიკის გაჯანსაღება რუსული ბაზრის შემთხვევაში. ესე რომ მე პასუხს ვაგებ მეგობრებო ყველა იმ დაპირებაზე, რომელიც ჩემს საპროგრამო დოკუმენტებშია და ორ დაპირებას ვიტყვი კიდე, მათ შორის არის იგივე უფასო მედიკამენტები ცალკეული კატეგორიებისათვის, ეს არის პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ყველა დროის ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, იმიტომ რომ კი ბატონო, კარგია ძალიან საყოველთაო დაზღვევა, კარგია რომ ადამიანებს ოპერაციას უკეთებენ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ პოსტოპერაციული მკურნალობა მაგალითად აღარ არის უფასო და ხშირად ადამიანები სახლებს ყიდიან იმისათვის რომ ოპერაციის შემდეგ თავიანთ ახლობლებს უმკურნალონ. დალოცვილო თუ აკეთებ მარილიც მოაყარე მადლს, როგორ შეიძლება ოპერაცია გააკეთო უფასო და შემდეგ უკვე მკურნალობა აღარ იყოს უფასო. მე ვპირდები ადამიანებს, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს მედიკამენტები ექნებათ უფასო და ერთი რამეც მედიკამენტების პრინციპულად გაიაფება შეიძლება ქალბატონო ნანა. მაგრამ ვერ იაფთება იმიტომ, რომ მაგალითად ერთი ადამიანის ხელშია მთელი სამედიცინო ბიზნესი, მედიკამენტების შემოტანა, ის აწესებს მონოპოლურ ფასს, თორე დამეთანხმება ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უნახავს წამლის ფასი, გნებავთ რუსეთში, გნებავთ თურქეთში. იგივე წამალი, რომელიც საქართველოში ღირს დაუშვათ 5 ლარი, თურქეთში შეიძლება ღირდეს 1 ლარის ეკვივალენტი და ეს წამალი თურქეთიდან არის შემოტანილი. რატომ? იმიტომ რომ ერთი ბობოლა აზის ამას, ისევე როგორც დაუშვათ ნავთობპროდუქტების ბიზნეს და ეს არ აძლევს საშუალებას სხვა ფირმებს რომ შემოიტანოს მედიკამენტები უფრო იაფად. დალაგება უნდა ქვეყანას და ქვეყანას სჭირდება პროფესიონალები. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ძლიერია ბიზნესში და უდაოდ ნიჭიერი კაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 5 მილიარდს ვერ იშოვიდა, მაგრამ მან იცის ბიზნესი, მან არ იცის პოლიტიკა. ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ბიზნესი, მომღერალმა უნდა იმღეროს, ფეხბურთელმა გოლი უნდა გაიტანოს და სასურველია სხვის კარში და არა საკუთარ კარში, პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს პოლიტიკა. ასე რომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, რომ დაუკვირდეს ამას და ისე მიიღოს გადაწყვეტილი. დიდი მადლობა, ქალბატონინო, თქვენ ძალიან ბევრი დაპირების შესახებ აღნიშნეთ და უთხარით ჩვენს ტელემაყურებელს. საინტერესოა კიდევ ერთი დაპირება. 27 სექტემბერს ჩვენ ავღნიშნეთ 23 წელი აფხაზეთის დაცემიდან.
და თქვენ განაცხადეთ იმ დღეს, რომ თქვენი პარტია არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ასევე აფხაზეთის დაბრუნება. როგორ წარმოგიდგენიათ ეს, თუ შეიძლება რომ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, ოღონდ რეკლამის შემდეგ რეკლამაზე გვიწევს გასვლა, რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დაბრუნდებით. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, კაპიტან ნინო, მე დავსვი შეკითხვით, რა რეკლამაზე გავიდოდით. აფხაზეთის დაბრუნებასთან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა. ძალიან მტკივნეული თემაა ნამდვილად და მე გეტყვით, ახლა გუშინ წინ ვიყავი გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საიდანაც აი პრაქტიკულად ერთი ხელის გაწვდომამდეა რუსული ჯარი. ამის წინ ვიყავი სოფელ შავშვებში, რომლის ტერიტორიის ნაწილი უკვე გადასულია, ესე ვთქვათ, და დაკავებულია მავთუხლართებით და ამ ხელისუფლებამ საერთოდ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ მავთუხლართების პრობლემა მოეგვარებია და მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მავთუხლართები აღარ იქნება მე რო ხელისუფლებაში მოვალ და საზღვარი გადავა არა საქართველოსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც იყო თავის დროზე და სადაც უნდა იყოს კიდეც. დღეს ვიყავი ზუგდიდში, სადაც პრაქტიკულად ენგურის ხიდი იქვია და ეს მართლა ძალიან მტკივნეული საკითხია. ჯერ ერთი ამ ხელისუფლებამ კაპიტანანა არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაეწყო. აი 4 წელი გავიდა, ხო? 4 წელი გადის პრაქტიკულად ერთ კვირაში. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაში, ერთი პირდაპირი შეხვედრა არ მომხდარა აფხაზებთან და ოსებთან და ერთი უმაღლესი რანგის შეხვედრა არ ყოფილა რუსეთთან, სადაც ეს საკითხი იქნებოდა განხილული. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დავიწყებ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ მოლაპარაკებას, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ჩვენ ერთმანეთში საუბრით უნდა აღვადგინოთ ეს ჩატეხილი ხიდები, ეს რა თქმა უნდა არ იქნება ძვირფასო ტელემაყურებლებო მარტივი პროცესი და ძალიან სწრაფი პროცესი, ამას დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ მე ვპირდებით, რომ ამას ჩვენ მოვესწრებით ყველანი და ეს არ იქნება 20 და 25 და არც 15 წლის მერე. უბრალოდ ახლა 6 თვეში და 1 წელიწადში ბუნებრივია ეს პრობლემა ვერ დაიხურება და ვერ მოგვარდება. ამავე დროს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და მე მგონი გონიერ ადამიანებს ამაში საქართველოში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება რუსეთის პოზიტიური როლის გარეშე. დიახ, სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთი დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანებაზე ვამბობთ უარს და საქართველოში აღარ დაიდგმება რაკეტები, რომელიც მოსკოვზე და რუსეთზე იქნება მიმართული, რუსეთს აღარ ექნება იმის ინტერესი, რომ საქართველოში მას ყავდეს თავისი სამხედრო ჯარები და აფხაზეთი და სამაჩაბლო მას ჰქონდეს, ესე ვთქვათ, ესე ჩადებულ ნაღმებად და манипуляციის საშუალებად. დიახ, მე მქონდა საუბარი რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირთან და ვლადიმერ პუტინმა ჩემთან შეხვედრის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები მოილაპარაკებენ რა ტიპის სახელმწიფოებრივ წყობაშიც მოუნდებათ მათ ცხოვრება, ჩვენ ამაში არ ჩავერევით და ხელს არ შეუშლით. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არც ერთმა ტელევიზიამ ძვირფასო მეგობრებო თავის დროზე ეს ჯერ კიდევ ნაციონალების დროს იყო არ გააშუქა და ძირითადად აჩვენებდნენ ჩემფეხსაცმელებს იმ შეხვედრის დროს თქვენ გახსოვთ ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელი სიუჟეტები. მაგრამ უფრო მეცაც გეტყვით, ნანა, როდესაც მე ამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი მოსკოვში. ჩამოვედი მე მოსკოვიდან და განვაცხადე, ეთერში განვაცხადე, რომ მე ჩამოვიტანე ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები რუსეთიდან და მინდოდა რომ ეს წინადადებები საქართველოს ხელისუფლებისათვის გადამეცა. მე დავრეკე პრემიერ-მინისტრის მისაღებში, დავრეკე პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთოდ არ დაინტერესებულა არც ერთი რა წინადადებები ჩამოვიტანე მე მოსკოვიდან, არა და გარწმუნებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მათ შორის იყო ვიზო მოსვლის საკითხი, რომელიც შეიძლება უკვე მოგვარებული ყოფილიყო ხელისუფლებას რომ ყური გაეპარტყუნებინა, მათ შორის იყო რამდენიმე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, უბრალოდ მე ხა არ მქონდა უფლება და არასერიოზული იქნებოდა ჩემის მხრიდან მე რომ ეს ტელეეთერში გამომეცხადებია, ხელისუფლებამ კი საერთოდ არ ისურვა ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი, ასე რომ მე პირდაპირ დიალოგით აფხაზებთან, რუსეთთან და ოსებთან მე შევძლებ ამ პრობლემის დაძვრას და მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირე შანსი არსებობს დღეს მე ბოდიშუხტი ტელემაყურებლებს უბრალოდ ყური, თქვათ,
კაჩავს და ამიტომ მავშვები ახლა ცოტა ხანი ესე გავაჩერე. ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ ნამდვილად დღეს საქართველოში, რომელსაც აქვს იმისი შანსი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა მოაგვაროს. უბრალოდ მე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო გითხრათ. დრო ძალიან ცოტა რჩება. ყოველი წლის გასვლის შემდეგ თანდათანობით აი ეს სარკმელი, რომელიც არის ამ კონფლიქტების დარეგულირებისათვის დატოვებული, ეს სარკმელი თანდათანობით იხურება. ჩვენ დროს ვკარგავთ. მე აი შეიძლება ცოტა უხეში მაგალითი გამომივიდეს, მაგრამ მაგალითს მოვიყვან. ეხლა როდესაც მე ზემო აჭარაში ვიყავი, ხულო, ქედა, შუახევი ჩამოვიარე, ხო? პრაქტიკულად და ვნახე, რომ ამ ერთი ბეწო ხეობაში, ულამაზეს ხეობაში, 3 გიგანტური ჰესია აშენებული. მე ვუთხარი კიდევაც აჭარლებს, თუმცა აჭარლებზე საყვედური არ მეთქმის, იმიტომ რომ როგორც წესი აჭარაში ლამის პირველ ადგილზე გავდივართ ხოლმე, ძალიან დიდი გვაქვს ხაზაჭერა აჭარის მოსახლეობაში. მე რომ 2013 წელს ძვირფასო მეგობრებო და ქუთაისლებსაც უნდა გითხრათ საყვედური. ნამდვილად ჩემთვის როგორც ქუთაისელისთვის სამარცხვინო ციფრები წამოვიდა ქუთაისიდან ხარდაჭერის. არ მგონია ხა ქუთაისლებისთვის საამაყო არ ყოფილიყო, რომ ბურჯანაძე ყოფილიყო პრეზიდენტი და არა გიორგი მარგოლაშვილი, რომელმაც ვერც გაარკვია ის ამთავრებს პრეზიდენტობას რა იყო მის ფუნქციაში. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტად და არჩეული, ის გიგანტური ჰესები იმ ერთი ბეწო ულამაზეს ხეობაში არ აშენდებოდა. მაგრამ დღეს ჩვენ უკვე დრო დავკარგეთ მეთქი უთხარი აჭარლებს. მე ხა რა უნდა ვქნა? დავანგრიო აშენებული პლატინები? ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. ეხა უბრალოდ გამოსავალი უნდა ვიპოვო ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომ როგორ მოხდეს მინიმიზერება იმ, ესე ვთქვათ, ზარალის, რომელიც ამ გესებმა მიაყენა ბუნებას, ხეობას და მოსახლეობას. 100-ია აჭარის და ნებისმიერ სხვა რაიონში, როდესაც გიგანტური ჰესების მშენებლობა ხდება. 100 არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაშიც. 100 არის ჩვენი ახალგაზრდების პრობლემის მოგვარებაში, ეკონომიკის პრობლემის მოგვარებაშიც. რაც მე დროს დავკარგავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მით მეტი ძნელი მოსაგვარებელი იქნება ეს პრობლემები და მე იმედი მაქვს, რომ ქუთაისლები ახლა მაინც არ შემარცხვენენ და სერიოზული მხარდაჭერა იქნება ქუთაისის მხრიდან. პირველად თქვი სხვათა შორის საყვედური კი არ უყვარს. საერთოდ არ არის სწორი, როდესაც ამომრჩეველ საყვედურობ, მაგრამ ვინაიდან ქუთაისლები ჩემები ხარ და მე ქუთაისელი ვარ და ჩემთვის ქუთაისი სხვა არის, რა თქმა უნდა ის ციფრები, რომელიც ქუთაისიდან წამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო. აუცილებლად უნდა დაგისვათ მაშინ შემხედრი კითხვა რაღაც კავშირში უფრო სწორად თქვენ იყავით ქუთაისის მაჟორიტარი თავის დროზე ქალბატონ ნინო, საინტერესოა როგორ შეაფასებდით თქვენს მაჟორიტარობას დღეს, რა პლუსების და რა მინუსების შესახებ შეგიძლიათ ისაუბროთ? მე გეტყვით პირდაპირ და ეს მნიშვნელოვანია, სხვათა შორის იმ ქუთაისლებს უნდა უთხრა ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს რომ უჭერენ მხარს. 4 წელი გავატარე ბრძოლაში სააკაშვილთან, რომ ქუთაისში ერთხელ მაინც ჩამოსულიყო და არც ერთხელ ის ქუთაისში არ ჩამოვიდა, როცა მე მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. პირველი 5 მილიონი, ხა 5 მილიონი ეხლა აღარ არის, როცა ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა, თორემ შევარდნაძის შემდეგ, როცა 5 მილიონი უზარმაზარი თანხა იყო, პირველი 5 მილიონი ქუთაისის ბიუჯეტში ჩამოირიცხა სწორედ ჩემი ძალიან დიდი ძალისხმევით და პირველი და პრაქტიკულად უდიდესი უსიამოვნება ჩემსა და ჟვანიას შორის მოხდა სწორედ ამ 5 მილიონის გამო, იმიტომ რომ არ უნდათ ქუთაისისთვის გადმორიცხვა და ნუ უნდა ვთქვა რომ გარდაიცვალა ჟვანია პრაქტიკულად ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით და სწორედ ქუთაისის გამო ვიყავით ნაჩხუბარი, იმიტომ რომ დეკემბერში იყო ბიუჯეტის დამტკიცება, შეიძლება ვისაც აინტერესებს უბრალოდ ნახოს ამოიღოს. მე პარლამენტის ხდომაზეც გამოვედი მაშინ და ნოღაიდელს დაუპირისპირდი ძალიან მკვეთრად და ვუთხარი რომ თუ ქუთაისის ბიუჯეტში ეს თანხა არ გადაირიცხება, მე ბიუჯეტს ხმას არ მივცემ და ჩავაგდებ მეთქი. ბრძოლა მიწევდა, იმიტომ რომ არ უნდოდა სააკაშვილს, რომ ბურჯანაძეს რამე ჩათვლოდა ქუთაისში გაკეთებული, ბურჯანაძის მიმართ ქუთაისლები უფრო მეტი სიმპათიით ყოფილიყვნენ და სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა პირველი პროექტები წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით და წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი უშუალო ჩხუბით იქნა მიღწეული და თქვენ გახსოვთ, რომ კვირაობით ქუთაისში წყალი არ იყო ხოლმე. მაგრამ ამას ძალიან ხშირად ნაციონალური მოძრაობა მიიწერს. ნაციონალური მოძრაობა რომ მიიწერს, იცით რა სასაცილო რაღაცა არის? ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს კარგს მიიწერს თვითონ და ყველაფერი თუ რამე ცუდი იყო, ბურჯანაძის ბრალი იყო თურმე, ხო? ანუ ბურჯანაძე არაფერ შუაში იყო, როცა რამე კარგი კეთდებოდა. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ქალბატონებო და ბატონებო გითხრათ. სააკაშვილისგან კარგი და კეთილი სიტყვა ქუთაისლებზე არ გამიგია. უბრალოდ ბევრ რამეს ჩემთან ვერ ბედავდა, თორემ ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა ქუთაისს, მე ძალიან კარგად ვიცი, სხვათა შორის გაბრაზებული იყო, იმიტომ რომ 2003 წელს ქუთაისლებმა სააკაშვილს აქტიურად მხარი არ დაუჭირეს. ესე რომ ვინც ახლა აპირებთ რომ მიხვიდეთ ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაუჭიროთ, კარგად იცოდეთ რომ არაფერი არ გააკეთა იმის ჯინაზე,
რომ ბურჯანაძეს არ ჩათულოდა ქუთაისში 4 წლის განმავლობაში, მე როცა მე აღარ ვიყავი მაჟორიტარი, რაღაცა გაინძრა და თითქოს და ვითომ ქუთაისისკენ გამოიხედა, ისე ვინც სააკაშვილისთვის ხმის მიცემას აპირებთ, უბრალოდ საკუთარ სინდისში ჩაიხედეთ. რამდენი ადამიანი გაუბედურა სააკაშვილმა, რამდენი ოჯახი გაუბედურა ნაციონალურმა მოძრაობამ, კაცები რომ გააუპატიურეს ციხეში, რა ნამუსით შეიძლება მოხაზო 5 ნომერი, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც დღეს თუნდაც ოცნების ჯიბრზე აპირებს ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემას. ძალიან დიდი სირცხვილი არის ის, რომ დღეს საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას. კი ბატონო, გზა გაკეთდა, ნამდვილად გაკეთდა. შუქი მოვიდა, ნამდვილად მოვიდა. ბათუმშიც რაღაც შენობები აშენდა. რის ხარჯზე, მეგობრებო? რის ხარჯზე? გაუპატიურებული ქართველი კაცების ხარჯზე და დაკარგული 114 სოფლის ხარჯზე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, რომ რა მოხდა, მე ეს ქვების გროვა დავკარგეთო? კარგად დაფიქრდით, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ისე არ გამოგვივიდეს ერთი რუსული გამონათქვამია მეზობლის ჯინაზე ყურს მოვიჭრიო და ნაციონალური მოძრაობას ნუ დაუჭერთ მხარს, გნებავთ ქართული ოცნების და გნებავთ ბურჯანაძის ჯიბრზე. თქვენ თვითონ დაუკვირდით თქვენი ქვეყნისთვის რა არის კარგი. ისე არც ოცნებას არ უნდა დაუჭიროთ მხარი, ამას ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ოცნება რომ ეფექტური ყოფილიყო და ოცნებას რომ თუნდაც სამართლიანობა აღედგინა, დღეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ორგანიზაცია საერთოდ აკრძალული უნდა ყოფილიყო. და ამას მე აუცილებლად გავაკეთებ გპირდებით. აუცილებლად. ოღონდ ისე კი არა რომ სააკაშვილს 4 პიჯაკს მოედავა ქართული ოცნება. არა, სამართლებრივად, ისე რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და რევანში არ იქნება, სამართლებრივად გამოძიებით, გამჭვირვალე პროცესით და დაიდება გამოძიება. რა მოხდა 26 მაისს? რა მოხდა ციხეში, რა მოხდა არჩევნების დროს, რა მოხდა იგივე ომის დროს და რა მოხდა ძალიან ბევრ სხვა შემთხვევებში, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა და აი მერე უკვე ვეღარავინ ვეღარ დაიცავს ნაციონალურ მოძრაობას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია ზარები ჩავრთოთ გადაცემის უკვე მეორე ბლოკის მეორე ნაწილში. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს რომ აჩვენოს ტელეფონის ნომრები ეთერში თუ შეიძლება და ტელემაყურებელს ეძლევა საშუალება პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ და თქვენთვის ასურველი კითხვა დაუსვათ ქალბატონ ნინოს, ან უბრალოდ შეფასება გააკეთოთ. ქალბატონ ნინო, დღეს როგორ შეაფასებდით თქვენ წინა საარჩევნო გარემოს? ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესოა თქვენს მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რატომ ერთი კანდიდატი, ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სამი საარჩევნო ოლქი არის ფაქტობრივად ჩვენთან ქუთაისში. და როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისის ფუნქცია? ძალიან დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა გეტყვით რომ ხა საარჩევნო გარემოს რაც შეეხება არ ვიტყვი ნამდვილად რომ ეს იდეალური გარემოა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი ისეთი კანონი მიიღო, რომელმაც უბრალოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა პარტიები. ეხლა ეს შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს ადამიანებს, მაგრამ მაგალითად ვიტყვი ჩვენი სარეკლამო დრო სამჯერ შეამცირა ქართულმა ოცნებამ და გადაუნაწილა ისეთ პარტიებს, როგორც არის მაგალითად ალაზანიას პარტია, რესპუბლიკელების პარტია, იგივე ფორუმს და ჩვენს ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ კანონით გვქონდა უფასო საეთერო დრო მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს თვითნებურად გადააკეთა. ბევრი ასეთი რამ მოხდა, ძალიან ბევრი და მათ შორის ისეთი საკითხები, რომელმაც ჩვენ ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა და ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ ეხა საქართველოში ესეთი ტრადიციაა, რომ როგორც წესი რატომღაც ბიზნესმენებს ყოველთვის სახელმწიფო პარტია მოწონს და სახელმწიფო პარტიებს ურიცხავენ თანხებს, ხო, რატომაც ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ესე რომ ჩვენი რესურსები იყო უკიდურესად შეზღუდული, მაგრამ და საეთერო დროები არის ძალიან შეზღუდული, ტელევიზიების მიმართ მე რა თქმა უნდა მაქვს პრეტენზიები, იმიტომ რომ ჩვენი სიუჟეტები ხანდახან გადის 25 წუთზე, 30 წუთზე, როდესაც ადამიანები უკვე აღარც კი ელოდებიან პრაქტიკულად მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიახლეებს. არა და მე შემიძლია ჩვენს მოსახლეობას უთხრა, რომ ყველაზე მეტი შეხვედრები მე მქონდა მოსახლეობასთან, ყველაზე ინტენსიური შეხვედრები
მეგობრებო, აი რასაც საშუალებას მაძლევს ფიზიკურად უბრალოდ ერთი ქალაქიდან ან ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილება, მხოლოდ ის პერიოდი მაქვს აღებული და 1 წუთი არ ვჩერდებით არსად ზედმეტად, დღეში მინიმუმ 4 შეხვედრა მაქვს ხოლმე, ოღონდ ამ 4 შეხვედრიდან საუკეთესო შემთხვევაში შუქდება 1. ამ დროს სხვა პარტიების შეხვედრები შუქდება არა მარტო ლიდერების, არამედ რიგითი, ასე ვთქვათ, დეპუტატობის კანდიდატებისაც. ასე რომ ეს პრობლემაა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მაინც გარემო არის უკეთესი, იმიტომ რომ ხალხი აღარ არის ისეთი დაშინებული, როგორც ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ეხლა დღეს ზუგდიდში მქონდა შეხვედრა და ვთქვით კიდეც, რომ წარმომიდგენია ეხლა რომ ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში, აუცილებლად მოაგზავნიდნენ პროვოკატორებს, აუცილებლად მოაგზავნიდნენ ზონდერებს, როგორც ეს გააკეთეს თავის დროზე, როცა ხურვალეთში ჩავედი და მოსახლეობა გადაგვეფარა, თორემ მაგათი მაზონდერებმა ქვები და რა არ დაგვიშინეს და ძლივს გამოვასწარით ცოცხლებმა, ოღონდ პატრული 100 მეტრით იქეთ იდგა და ამას ყველაფერს უყურებდა. ეს სხვათა შორის არც ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიძია, ხა რას გამოიძიებდა მათი გაკეთებულიყო, არც ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ასევე მივმართე და მოვთხოვე, რომ გამოეძიებია ეს თემა. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანია ბატონი დავით წიტაიშვილი, ის ქუთაისის უნივერსიტეტი მიჭირს ხოლმე, ჩემთვის პედაგოგიური ინსტიტუტია, ხო? იქ გავიზარდე უბრალოდ და ეს ძველებურად ესე ვამბობ ხოლმე, მაგრამ დღეს უნივერსიტეტი ქვია და ძალიან სასიამოვნოა, უნივერსიტეტის პროფესორია, მას ძალიან დიდი მხარდაჭერა და ავტორიტეტი აქვს ახალგაზრდებს შორის, ვისთანაც მას ყოველდღიური კონტაქტი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ მაჟორიტარს, ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ ისეთი მაჟორიტარი, რომელიც ერთის მხრივ ღირსეულად წარმოადგენდა ქუთაისს და მეორეს მხრივ გაბედავდა და გარისკავდა იმას, რომ ფინანსების გარეშე ჩართულიყო ბრძოლაში. ხა ბატონი დავით წიტაიშვილი ფაქტიურად ყოველგვარი ფინანსების გარეშე წავიდა ამაზე, ვინაიდან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი იყო და ვალდებულად ჩათვალა პარტიის და ქალაქის წინაშე თავი. ნუ დანარჩენი ადამიანები ყავდა ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი კანდიდატურა, რომელსაც ვუთანხმდებოდით, საუბრობდით, მაგრამ როცა ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არ აქვს იმის საშუალება, რომ ისინი დავაფინანსოთ და ხედავდით, რომ მათაც ამის საშუალება არ აქვს, მათ უბრალოდ ვერ გაბედეს დაპირისპირებოდნენ იმ დიდ ფულს, რომელიც სხვა პარტიების მაჟორიტარებისგან მოდის და მე მინდა ესეც უთხრა ჩვენს საზოგადოებას, იცით, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ეს უნდა დამთავრდეს. რომ ფული წყვეტს არჩევნებში ძალიან ბევრ ამას. დააკვირდით მაჟორიტარებს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის. ჯერ ერთი ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარებად თითქმის ყველგან თუ არა ყოველ შემთხვევაში ბევრ ადგილზე ყოფილი ნაციონალი დააყენა. ძირითადი კრიტერიუმი ქართული ოცნების და ნაციონალების მაჟორიტარებისა არის ის, რომ ამ მაჟორიტარებს აქვს ძალიან დიდი ფული. მათ აქვთ იმედი, რომ გაიყვანენ ერთ გზას, დაყრიან სადღაც ხრეშს, სადღაც მიიყვანენ წყალს, გაჭირვებულ მოსახლეობას ვიღაცას ოპერაციას გაუკეთებენ, ვიღაცას წამალს უყიდიან და ამით მოიგებენ ადამიანების გულს. არ გააკეთოთ ძვირფასო მეგობრებო ეს. რასაც გაძლევენ, გამოართვით. იმიტომ რომ თქვენი ფულია ეს და თქვენგან წაღებული ფულია, ასე რომ ალალია რომ გამოართვათ, ბაბუაბათგან არავის არ აქვს მემკვიდრეობით ეს ფული დატოვებული, გამოართვით, მაგრამ არჩევანი გააკეთეთ სწორი, იქედან გაუმდინარე თქვენ ვინ მიგაჩნიათ, ვინ შეძლებს ქვეყნის გამოყვანას იმ მდგომარეობიდან ამ მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება ქუთაისს, მე კიდევ ძალიან ბევრი წლის წინ ვამბობდი იმას, რომ ქუთაისს აქვს უნიკალური პოტენციალი იმისა, რომ ქუთაისი მართლაც იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ეს დღეს გაახსენდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ამაზე მე წლებია ვლაპარაკობ და ამის კეთება რომ დაეწყო ქართულ ოცნებას 4 წლის წინ, დღეს უკვე ქუთაისში ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, საუნივერსიტეტო ქალაქის პირველი, ესე ვთქვათ, ნაბიჯები მაინც და პირველი საფუძვლები და საძირკველი უკვე ჩაყრილი იქნებოდა და ქალაქი შვებით ამოისუნთქებდა. დიდი მადლობა. ზარია პირდაპირ ეთერში, მოდით მოვუსმინოთ და შემდეგ განაგრძოთ საუბარი. გისმენთ, როგორც ვატყობ მაყურებელი გავიდა არის გავიდა მაყურებელი მე და ალბათ კარგი იქნება თუ ქალბატონინოს მივცეთ საშუალებას დაასრულოს წინადადება და შემდეგ შემოხვიდეთ ეთერში. არა, რო არ გველოდონ არ არის პრობლემა, პრინციპში შეიძლება შევწყვიტოთ, რომ დიდხანს არ ელოდონ ზარს მაყურებლები. კი ბატონო, ანუ ქუთაისის ფუნქციასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულება გასაგებია, ქალბატონინო, თქვენ აღნიშნეთ. თუმცა მე ვთვლი, რომ იგივე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ეხლა მე აქ ცხოვრობდი, ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე
მამა ჩემს ბავშვობაში ქუთაისის ავტოქარხანაში მუშაობდა და ძალიან კარგად ვიცი როგორი პოტენციალი ჰქონდა ქუთაისს უბრალოდ ჩვენ სამწუხაროდ ეს ყველაფერი გავანადგურეთ. ლიტოფონის ქარხანა იყო პრაქტიკულად უნიკალური აბსოლუტურად, რომელსაც საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა და ეხლა ძნელია ილაპარაკოს სრულყოფილ აღდგენაზე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობამ ბევრი შანსი შეიძლება გააჩინოს ამ მიმართულებებით. გასაგებია, ისევ ტელემაყურებელი გვერდება, როგორც მანიშნებენ, გისმენთ. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. უბრალოდ თქვენ შემოდიხართ ეთერში, თქვენი ხმა ისმის და ძალიან გთხოვთ სულ რაღაც 1 წუთი რომ დაელოდოთ, ვიდრე შემოხვალთ პირდაპირ ეთერში, აუცილებლად გეძლევათ ამის საშუალება და აგვეკავშირდით. ქალბატონო ნინო, პირდაპირ ჩაგვირთეთ, ვინ შემოვა ზარით და გავწყვეტ ჩვენ საუბარს. დიახ, მე მგონი ზარია კიდე როგორც მანიშნებენ. არის კიდევ ზარი? ბატონო. დიახ, არის ზარი როგორც ხედავ. დიახ, გისმენთ? თუ არის ზარი, შემოუშვით თუ შეიძლება მაყურებელი პირდაპირ ეთერში. არ ვიცი, ისევ გავიდა ტელემაყურებელი, მე არ ვიცი, ალბათ რაღაც დაკავშირება არ ხდება, აშკარად რაღაც ხარვეზია, თორე უკვე მესამე მაყურებელი გვეკავშირდება, ინტერესი მაღალია, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ როგორც კი დაიდოზარები, მაშინ შემოვიდა ტელემაყურებელი. ქალბატონო ნინო, თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაალაგებასთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენ გქონდათ მცდელობა შეხვედროდით პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც უკვე აღნიშნეთ, და ასევე პრემიერ-მინისტრთან. საინტერესოა ბიძინა ივანიშვილთან რაიმე სახის საუბარი თუ გქონიათ მცდელობა მასთან შეხვედრისა და რაზე იყო ეს საუბარი? რას ეხებოდა? დიახ, ტელემაყურებელია, გისმენთ? საღამო მშვიდობის. მინდა რომ დაუსვა შეკითხვა. რა თქმა უნდა, ქალბატონო. ძალიან მიხარია რომ ქუთაისელი ბრძანდები და საერთოდ გიჟდები თქვენზე როგორც პიროვნება, როგორც ხალი, როგორც დედა. მაგრამ ქუთაის რაიმე შველება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ქუთაისლებს, ძალიან. ფაქტიურად უმუშევრები რა. ამ სესხებმა საერთოდ უკვე სტრესულ სიტუაციაში ჩაგვაგდოდა. ვიღაცამ გვიშველოს რა, ქალბატონო ნინო, მე ვიცი რომ გასაღებ აი თქვენ რასაც ამბობთ რუსეთთან დაკავშირებით. აი ეს არის სიმართლე. ეს არის სიკეთე, რომ აი იქდევს რუსეთში დეს გასაღები. უნდა დაველაპარაკოთ, უნდა მოველაპარაკოთ რუსეთს და მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრია ეს, რა თქმა უნდა, თავზე ვერავის ვერ ვახყვევ, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკება თუ კი წავა, მაშინ რაღაცა გვეშველება ალბათ, ხო და თქვენ მართალი ბრძანდეთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონს მინდა ვუთხრა და აუცილებლად ეშველება ქალბატონო ქუთაისაც და ქვეყანასაც უბრალოდ ქალბატონმა ბანკების სესხებთან დაკავშირებით რომ თქვა მე მინდა ერთი რამ ვუთხრა და მადლობა მას მხარდაჭერისთვის რომ რუსეთთან ნამდვილად აუცილებელია მოლაპარაკება რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს. მე გპირდებით ძვირფასო მეგობრებო და ეს არა მარტო ქუთაისში არამედ ყველგან დავდა ეს პირობა. ერთ-ერთი პირველი საკითხი რომელსაც მე პარლამენტში დავაყენებ ეს იქნება სწორედ საბანკო სესხებთან დაკავშირებული პრობლემა. ჯერ ერთი ბანკებს უნდა აეკრძალოთ დოლარში სესხის გაცემა, იმიტომ რომ საქართველოში ხელფასი დოლარში თითქმის არავის არ აქვს ერთეულების გარდა და მერე დოლარის სესხის აღების შემდეგ ლარის კურსის ცვალებადობამ დააქცია ადამიანები, უნდა აიკრძალოს ერთადერთი საცხოვრებელის ჩადება ბანკის მიერ კრედიტის გარანტიად, იმიტომ რომ გამოასახლეს ადამიანები და უამრავი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა ოჯახებიანად და იმის ნაცვლად რომ უსინდისოთ მართლა ამ ბანკებს გაეხანგრძლივებიათ ადამიანებისთვის კრედიტის გადახდის ვადა და პროცენტი დაბლა დაეწიათ, დაახრჩეს ეს ადამიანები და ქუჩაში მართლა ესე ვთქვათ უსახლკაროდ აქციეს უამრავი ადამიანი და მე გპირდებით ძვირფასო მეგობრებო ბოლოს მოუღებ იმ უმსგავსობას და შარაგზის ყაჩაღობას, რასაც ქვია 30 და 50%-იანი და 20%-იანი სესხები. თელ მსოფლიოში ყველა ცივილიზებულ სამყაროში 2-3%-ია წლიური პროცენტი, მაქსიმუმ 5-7% შეიძლება იყოს. 12-28 და მით უმეტეს 50%, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ, ეს არის ყაჩაღობა, ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც კაპიტალიზმთან, არც ბანკთან, საბანკო სისტემასთან და მე ამას აუცილებლად მოუვლი, ამას ნამდვილად გპირდებით, მე ეს ყველგან შევპირდი ადამიანებს და თქვენ ნახავთ რომ
პარლამენტში ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით, რაც არ უნდა ილაპარაკოს NDI-მ, AIRA-მ, ამერიკის საელჩომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და რუსთავიორმა და ოცნებამ კიდევ, როგორც ქუთაისლებმა იციან თქვა, ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით და ერთ-ერთი ჩემი პირველი ინიციატივა სწორედ ამ სესხების და ადამიანების ამ მონური მდგომარეობიდან გამოყვანასთან დაკავშირებული იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს რამდენად დიდი იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის, იმიტომ რომ ეხა ერთია რომ 10 კაცით შევალ პარლამენტში და ვილაპარაკებ გულის მოსაფხანად თქვენთვის და სიმართლეს ვილაპარაკებ, მაგრამ 140 კაცი უბედურებას მისცემს ხმას და მეორეა, როდესაც და მე შევძლებ რეალურად გადავტეხო სიტუაცია. კი ბატონო, ზარია გელო ისმენთ. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. ალო? გისმენთ ქალბატონო. ალო? ისმის ქალბატონო თქვენი ხმას, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. რო ქალბატონო ნინო. დიახ. თქვენ მინდა გითხრათ, რომ ქუთაისლები ძალიან ისეთი ხალხია, რომ ცოტა მძიმედ ლაპარაკოა, მაგათ ვერ გადააჭირ ახლა ნაციონალებთან ურთიერთობას. მე ძალიან მინდა რომ თქვენ კარგად ჩაუწიეთ ტელევიზორს. პრობლემა არის მხოლოდ იმაში, რომ თქვენ ტელევიზორი გაქვთ ხმამაღლა ჩართული. ხმამაღლა მოიწინეთ დაწევა. დიახ. და ახლა შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. ალო? დიახ, ისმის. ისმის ქალბატონო. თქვენთან მინდოდა საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს თქვენი აზრები, თქვენი მე ძველი ისა ვარ, ქუთაისელი ვარ, ძველი აზრების მიმდევარი ვარ და სხვათა შორის მიმაჩნია, რომ თქვენი აზრები არის სწორი. რუსეთთან მიმართებაში და ჩვენი საქართველოს ამ სიტუაციიდან გამოყვანა ქუთაისი საერთოდ ძალიან სულ დღეშია. მკვდარია ყველაფერი, არამარის სამუშაო, არამარის პერსპექტივა. ახალგაზრდები დალოცებულია, გაფუჭებულია, მთელი ახალგაზრდობა ვერ დაელაპარაკებით. ეს სკოლების მასწავლებლები კიდევ სულაც არ აქცევენ ყურადღებას, კერძო გაკვეთილები აქვს და მაგით უნდა კიდევ ესენი ამბობენ ხელფასების მომატებას. მე მგონი არასწორად მიდის ყველაფერი ქვეყანაში. რატომღაც ასე მგონია, შეიძლება მართალიც არ ვიყო, მაგრამ როგორ შეიძლება აბა ილაპარაკო ისეთ პედაგოგზე, რომელიც სკოლაში არ ასწავლის და სახლში ასწავლის ბავშვს ყველაფერს. მე მგონი გაიმართო თქვენი აზრები. მე მგონი საქართველოს და ქუთაისაც ამ სიტუაციიდან გამოიყვანს თქვენი სანამ მოაზროვნე ადამიანები. მადლობა ქალბატონო. დიდი მადლობა ქალბატონმა, ძალიან სერიოზული პრობლემა. დიახ. მადლობთ. ძალიან სერიოზული პრობლემა დასვა ჩვენი ახალგაზრდების სწავლების და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პროგრამიდან რაც ვერ მოვასწარი წინა ასე ვთქვათ ნაწილში ჩვენი გადაცემის ეს თქვა და ვუთხრა ქალბატონს აბსოლუტურად ვეთანხმები ახალგაზრდები რა თქმა უნდა ვერ დაელაპარაკები ახალგაზრდებსო ქალბატონმა თქვა ვერ დაელაპარაკები იმიტომ რომ მართლა ახალგაზრდებსაც კი უკვე ნერვიული სისტემა არ აქვთ წესრიგში გაღიზიანებულები არიან შეწუხებულები არიან იმიტომ რომ არ აქვთ ნორმალურად სწავლის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ სამსახურის დაწყების შესაძლებლობა და ამას რა თქმა უნდა მოვლაჭირდება მე მინდა ქალბატონს ვუთხრა ქალბატონმა ბრძანა რომ ნუ პედაგოგების პრობლემაა, ხელფასების მომატება ნამდვილად საჭიროა პედაგოგებისთვის, ოღონდ კარგ პედაგოგს უნდა მოუმატო და ისე უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, არც ის არ უნდა იყოს, რომ ყოველ 6 თვეში პედაგოგებმა გამოცდები აბარონ, ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მართლა უნდა განათლების სისტემა ისე დაალაგდეს, რომ მართლა ღირსეული პედაგოგები დარჩნენ ჩვენი შვილების და შვილიშვილების სასწავლებლად, მათ უნდა კონდეთ 1300 ლარი მაინც ხელფასი, იმიტომ რომ არ შეიძლება პედაგოგი უყურებდეს მოსწავლეს და იმის მაგივრად რომ ფიქრობდეს როგორ აუხსნას მას კარგად გაკვეთილი, ფიქრობდეს იმაზე რა აჭამოს მიშვილს. და როცა მაღალი ხელფასი ექნება ქალბატონო თქვენი შვილის პედაგოგს, ის მერე აღარ იზრუნებს იმაზე, რომ კლასგარეშე გაკვეთილები ჩაუტაროს მას და დამატებითი თანხა მოგთხოვოთ თქვენ. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ რომ პედაგოგმა სკოლაში მისცეს ბავშვს მაქსიმალურად მეტი და ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განათლების სისტემა, უმაღლესი განათლება ჩვენი პროგრამით არის უფასო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსახვევში უნივერსიტეტი იყოს გახსნილი, გახსოვთ თქვენ ეს პერიოდიც იყო საქართველოში, უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მაღალი რანგის და უნდა რეალურ ცოდნას აძლევდეს ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ეს სწავლა უნდა იყოს უფასო და ამის გაკეთება სახელმწიფო შეუძლია და კიდევ ერთი, აი უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ
იყო ესე ვთქვათ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები პროფესიას ეუფლებოდნენ, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება არ უნდა და იქ აგრძელებდა სწავლას და ზოგჯერ იმ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი იყო, ვიდრე შეიძლება უმაღლეს დამთავრებული ადამიანი. ოღონდ სახელმწიფომ უნდა დათვალოს რამდენი ჭირდება რომელი პროფესიის ადამიანი, რომ მე ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩეს და ამით უმუშევრობის პრობლემაც მოგვარდება. ისევ ზარია, ქალბატონო ნინო. გისმენთ? მოგესალმებით, ქალბატონო ნანა. საღამოშვიდობის. დიდი პატივისცემით ორივე სათქავს. მადლობა. მე ვარ მაია სურა მატოსელადე და ავტოკარხნიდან და მინდა შეკითხვა დაუსვა თხოვო პირადად მე რომ ქალბატონო ნინომ განიხილოს ჩემი საქმე, საერთოდ რომ აი არასეცეთ თავობის ხელში მე დახმარება არ მიმეღია. ტუბერკულოზი გადავიტანე და ერთი წელია რა გამოვედი საავადმყოფო და ისევე დავუმტკიცე. ეს ორი შვილი. აი ფაქტიურად ორი კვირა ისე ვარ ფაქტიურად რომ ბავშვები მივლიე. დიახ. ხალი ჩაუნდის კიდე ბინაში. რა უსაშველო გახდება რომ 700 გარათ არის შეფასებული ჩემი ჭერი რომ დაიხუროს რომ ტოლი გამომეყოს. რაღაც გამონაკლისი მაინც რომ დაიშოს რომ ამ სირიში ისე ვარ დაუძრდე. მინდობით ალფაში მყავდა შვილების საავადმყოფოში. შევიწექ. მინდა რომ ცოტა ხანი მაინც რომ ვიცოცხლო ჩემი შვილების კვირთით რო გაწოდა. მინდა რომ ქალბატონინოს თხოვო რომ იქნებ რაიმე დახმარება, იქ გამიჭრას, განიხილოს შესაბამის ორგანოებში. ვინან შევაწუხე, ბავშვის საოპერაციო მყავს კიდე ყურიდან ჩირქიდის წლებია და ვერასოდეს ხანავად გასცი, ხან ფინანსურად არ მქონდა სახსრები და ბავშვი მოდის ფაქტურად სულ ჩირქი. რამდენი მკურნალობა დაენიშნება დავასრულოთ ისევ დაეწება ჩიქცენა. ჩემი ნომერი თუ შეიძლება ჩაინიშნოს მისამართი და ძალიან მძღორო, აი ბავშვების ხასით მაინც რომ რაღაც დახმარება მაინც გამესიოს. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ეთერს მიღმა დატოვეთ თქვენი ნომერი, დიახ, თუმცა ტელეფონის ნომერი, უბრალოდ ხა ინდივიდუალური დახმარება რა თქმა უნდა ძალიან ისე ვთქვათ რთულიც არის, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები ამ ქალბატონს უდაოდ ეკუთვნის დახმარება, უბრალოდ აქ არის სახელმწიფო უწყებების უყურადღებობა და მე გპირდებით ქალბატონ მაია, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა თქვენ ყურადღება მოგაქციონ და თქვენ იგრძნოთ ელემენტარულად სახელმწიფოს ზრუნველობა და მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც თქვენ გაწევთ. ძალიან კარგად ვიცნობთ ამ ქალბატონის პრობლემას და არის ასევე საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა ალბათ საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს გაერთიანება და მცდელობა იმისა, რომ ერთიანი ძალებით, ერთიანი ფინანსებით დაიხუროს ის სადარბაზო, სადაც მაია სტურვა ცხოვრობს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე აფინანსებს 90%-ით, მაგრამ ის 10% ქალბატონი მაიასთვის პირადად არის ძალიან მძიმე და ძალიან ბევრი, მაგრამ თვითონ საზოგადოებამ უნდა ყველანაირად ვეცდებით, რომ თუმცა მე ერთ რამეს ვიტყვი, იმდენი ადამიანია ესე გაჭირვებული, აი სახელმწიფომ უნდა სწორი სისტემა შექმნას აუცილებლად იმისათვის, რომ ასეთ ადამიანებს არ ჭირდებოდეთ ესე სათითაოდ ხვეწნა დახმარებისა და უშუალოდ და სტუდიაში დარეკვა. მას უნდა გქონდეს იმის გარანტია, რომ ის მივა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო უწყება მას დაუდგება გვერდით და უპატრონებს. აი ეს განცდა ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ. დასაგებია, ისევ ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ. საღამოშვიდობისა. მადლობა ბატონო, თორემ ვიფიქრე რომ მარტო ქალები მიჭერენ ქუთაისში მხარს თქო. ქალბატონო, სოხუმელი ვარ, ნაომარი ვარ, საქართველოს ტერიტორიული ქრიანობისთვის. ერთი მაინტერესებს აი ამ პრობლემებთან თუ არის თქვენთან თქვენი მხრიდან კომუნიკაციები. იმიტომ რასაც თქვენ ამბობთ ყველა პრობლემის მისაღებია, იმიტომ რომ რამდენი წელია ერთი და იგივეს ამბობენ და ნუ არ დაადგა ჩვენს ჩვენს სახში საშველი რა. ძალიან გთხოვთ, დასავლეთ საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობენ ძალიან ბევრი პრობლემები და თქვენი ის არის აღმადგენლები რომ იაცი მოყურება და საათან ასეთი ახსნა. აი სწორი რაც პოზიციები და თვითონსო. ხალხს დაგიჭერენ ალბათ პრობლემები რა. მე ჩემი ხსნამავ რომ ალბათ ვესალმები თქვენ ხალხს რომ აფხაზეთთან დროა უნდა დავიძეთ და დაგლაპარაკოთ და თავისთავად რუსეთთანაც უნდა მოგვარდეს
დიდი მადლობა მინდა ბატონს უთხრა უღრმეს პატივისცემით და მინდა გითხრათ რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია რომ ჩვენ დაუბრუნდეთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში და მე აი ღმერთის წინაშე ვამბობ ამას რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს აი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და ამის საფუძვლების ჩაყრას მე პრაქტიკულად დავიწყებ აი პირველივე დღეებიდანვე, როდესაც მე თქვენი მანდატი მექნება. ტოლვილებთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ტოლვილების ნაწილი ასე ვთქვათ, ცოტა სკეპტიკურად არის ჩემს მიმართ განწყობილი და ამაზე ძალიან ბევრი იმუშავა ნაციონალურმა მოძრაობამ შავი პიარით თავის დროზე, მაგრამ მინდა ვუთხრალ ტოლვილებს რომ ნამდვილად თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყველა ხელისუფლებაში და ყოველთვის ვცდილობდი რომ ტოლვილების პრობლემა მომეგვარებინა საქმით ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო და მე ისიც მინდა ვთქვა რომ მე მართლა ვფიქრობ აი ამ ბატონს მინდა დავეთანხმო რომ მე მართლა მგონია რომ ტოლვილება ნამდვილად უნდა დამიჭირონ მხარი იმიტომ რომ აი მე მართლა ვერ ვიგებ ჩემო ბატონო იცით როგორ შეიძლება ტოლვილი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას უჭერდეს მხარს იმ პარტიას რომლებმაც მათ პრაქტიკულად იმედი გადაუწურა საკუთარ მიწაწყალზე ხართ ეხლაც მაგრამ ნუ იმ კუთხეში დაბრუნებაზე სადაც თქვენ გაიზარდეთ სადაც თქვენი ხელით სახლები ააშენეთ სადაც თქვენი ახლობლების საფლავებია მე არასოდეს არ დამავიწყდება 2010 წელს პუტინთან შეხვედრის შემდეგ რამ 2-3 თვეში იყო უკვე ეს აგვისტოს ომის წლისთავი და ხურვალეთში ჩავედი და სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მათი აი წეხან ვახსენე ზონდერები დამახვედრეს იქა და მე მახსოვს ძირითადი მოსახლეობა დაგვიდგა გვერდზე მართლა მაგრამ იყო რამდენიმე ქალბატონი ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა რომ რატო ჩამოხვედიო მე ვაკ ძალიან კარგად გრძნობ თავსო და ვკითხე იცით რომ ნუ ხა ისეთი ასაკი ქონდა დიდი ალბათობით მას არ ყავდა მშობლები ცოცხალი და თქვენი მშობლების საფლავებზე გადიხართ მეთქი და შეცფა და არაო მითხრა და აბა კარგად როგორ ხარ მეთქი რაც არ უნდა მიცეს ტოლვილს დღეს ხელისუფლებამ სახელმწიფომ ამ დროს მართლა ბევრი უნდა მისცეს იმიტომ რომ თქვენი მდენი უბედურება გადაიტანეთ კარგად ვერ იქნებით ხო მართალია ვერ იქნებით როდესაც თქვენი მეგობრის თქვენი ახლობლის საფლავზე ვერ გადიხართ როცა მამაშენის აშენებულ სახლში ვეღარ შედიხარ როდესაც ელემენტარულად თუნდაც იგივე სამაჩაბლოში აქედან მავთუხლართების აქედან უყურებ შენი ესე ვთქვათ წინაპრების მიწის ნაწილს რანაირად ახარ კარგად და შანსი ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინიმალური გახდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების და რა თქმა უნდა ისინი ვერასოდეს ვერ მობრუნდებიან მაგრამ ერთი წუთი თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რომ ისინი მობრუნდებიან სამუდამოდ დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო და მე კიდევ ვპირდები ტოლვილებს რომ რაც აქვთ ეხლა ბევრი არაფერი აქვთ მაგრამ ზოგს დაუკანონდა ფართი ზოგს მიწა დაუკანონდა ეს ყველაფერი მათ უნდა შეუნარჩუნდეთ მაგრამ მათ უნდა მიეცეთ საშუალება რომ თავიანთ კუთხეს დაუბრუნდნენ და იყვნენ იქ სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ და დამარხულები არიან და სადაც მათი მშობლების აშენებული სახლები დგას მადლობა გისმენთ ისევ ზარია გისმენთ ალო გისმენთ ქალბატონო შეგვეხმარეთ რამოდენიმე ლარით უთხარი ბატონო შეგვეხმაროთ რამოდენიმე ლარი რამდენიმე ლარით დახმარება თიქნებ შეკითხვა გაქვთ ქალბატონო მე მესმის რომ შეიძლება გაქვთ მდგომარეობა ძალიან ძიმე მაგრამ აი ამ ფორმით არ მოხერხდება ქალბატონინოსთან თანამშრომლობა ახლა ამ ეტაპზე გისმენთ ისევ ზარია როგორც მეუბნებიან გისმენთ ქალბატონო ნინოსთან მიდალაპარაკე განეთ ქალბატონო გისმენთ დიახ 99 წლის მოხუცი ეკონომიკის სპეციალისტი ხმერთა კარგად გამყოფოთ თქვენი მჯერა ყველაფერი მესმის მაგრამ თქვენ რო ახსენეთ ივან მიცველი შეაცდიმა პრეზიდენტმა რომელიც საქართველოს პირველი მტერია პრეზიდენტი და ნაციონალები და მიშას მომხრე გთხოვთ პატრიოტთა ალიანსს დაუკავშირეთ თქვენი ცოდნა თქვენი დონე გამოიყენოთ და ნაციონალების არჩევნები სიდან მოასწრეთ თორე თქვენი ცოდნა და თქვენი შრომა ვერ გაიმარჯვებს ქალბატონო ნინო აი მინამ პრეზიდენტი არ მოშორდება პრეზიდენტია პირველი საქართველოს მტერი ეს თავიდან ბოლომდე რომელიც სააკაშვილს დღემდე სკამს უნახავს და პირობას ადლებს რომ იქიდან არ გამოვიდა აი თქვენ თუ პატრიოტთა ალიანსი იქიდან
წამოვიდა სიტყვა, რომ უნდა თუ უშველი საქართველოს ნაციონალების არჩევნებიდან მოხსნა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო. კორექტულები რომ ვიყოთ ალბათ ჯობია. დიდი მადლობა. მას დიდი ხნის სიცოცხლე, რაც შეეხება პრეზიდენტს, კარგად გავიხსენოთ, ვისი არჩეულია პრეზიდენტი, ვერავინ ვერ აირჩევდა და არავინ არ აირჩევდა მარგველაშვილს პრეზიდენტად, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ხა მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ პატრიოტთა ალიანსზე გაცილებით ადრე ვლაპარაკობდით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ჩვენ არავინ არ დაგვიჭირა მხარი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. მე მახსოვს ძალიან კარგად განცხადება გავაკეთეთ და ესეთი ტერმინიც კი გვქონდა დენაციფიკაცია, რომლითაც ჩვენ ვითხოვდით ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, ვითხოვდით რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, ანუ მე ვგულისხმობ პოლიტიკურ აქტივისტებს და არა რიგით წევრებს ნაციონალური მოძრაობისას აკრძალული ქონოდათ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და მაშინ რომ ჩვენთვის დაეჭირა მხარი ყველა პოლიტიკურ პარტიას, გნებავთ ფორუმს, გნებავთ იგივე პატრიოტთა ალიანსს, გნებავთ იგივე ქართულ ოცნებას, დღეს ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ იქნებოდა. ეხლა სამწუხაროდ მე პრაქტიკულად ვერ ხედავ იმის თეორიულ შანსსაც კი რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებიდან მოიხსნას და ამიტომ ეხლა მარტო პოპულისტური და ადამიანების გულის მოსაფხანი განცხადებების გაკეთების ასრს უბრალოდ ვერ ვხედავ, ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო, როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით. ეხლა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა არ ვიცი რამდენად რეალისტურია, სიმართლე გითხრათ, მე ამას პრაქტიკულად ამის რეალიზაციის შესაძლებლობა სამწუხაროდ ვერ ვხედავ, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ჯერ კიდევ სახალხო კრების დროს და მერე არაერთგზის იდეა იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ აკრძალულიყო როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ მე ამ ქალბატონს ვპირდები, რომ თუ ჩვენ დაგვიჭერს მხარს და თუ ჩვენ მოგცემს მოსახლეობა მანდატს და სამ ნომერს შემოხაზავს, მე ავკრძალავ ნაციონალურ მოძრაობას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ქალბატონო გითხრათ, ნინო ბურჯანაძე არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას გაუმკლავდეს. მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ერთადერთი რეალურად, რომელიც 26 მაისს მარტო ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას და არავინ არ დაგვიდგა ჩვენ მაშინ პრაქტიკულად გვერდით და არც ერთი პოლიტიკური ძალა ჩვენს გვერდით სამწუხაროდ არ იყო, თორემ სააკაშვილი ამდენს ვერ გაბედავდა და ჩვენა ვართ ახლა ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალური შესაძლებლობა გვაქვს. სურვილი ალბათ ბევრ სხვასაც აქვს, დარწმუნებული ვარ, მათ შორის თქვათ შეიძლება ვინმეს ოცნებიდანაც, მათ შორის ალბათ პატრიოტთა ალიანსშიც აქვს ამისი სურვილი, მაგრამ რეალური შესაძლებლობა, რომ ნაციონალური მოძრაობის ჭირი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას მოშორდეს, ნამდვილად მაქვს მე და ჩემ პოლიტიკურ ძალას და ამაში თქვენი ძალიან სერიოზული მანდატი მჭირდება. ხა მე ვგრძნობ, რომ ჩვენი დრო უკვე გადავაჭარბეთ და ძალიან იწურება, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა და ასევე მინდა ადამიანებს ვუთხრათ, კარგად მინდა დაუფიქრდნენ ადამიანები, ვთქვათ ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის იმას, რა ფასეულობები მოაქვს ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს სინამდვილეში და მე ნამდვილად შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქართული ეროვნული ფასეულობები, ქართული ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, რაც ქვია იმას, რომ შვილს ყავდეს მამა და დედა და არა მამა და მამა ან დედა და დედა. ის ფასეულობები, რასაც ოჯახური ტრადიცია, ოჯახური ერთგულება, ოჯახური ფასეულობა, უფროს უმცროსობა ქვია, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ეკონომიკური განვითარების კვალ და კვალ შენარჩუნებული იყოს და ჩვენ ნამდვილად ავართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ეროვნულ ფასეულობას, ჩვენს რწმენას, ჩვენს იმ ტრადიციებს, რომელიც ჯანსაღი ტრადიციებია და რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და მე მგონია, რომ მე ქუთაისლებთან არ მჭირდება იმის მტკიცება, რომლებიც ახლა ჩემი ოჯახის მე მგონი 4 თაობას მინიმუმ ნამდვილად იცნობენ, ყოველ შემთხვევაში ასაკში მყოფი და ძველი ქუთაისელები, ყველა მიცის ძალიან კარგად, რომ ჩემთვის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ის რომ ტელევიზორში ადამიანი არ რეკავდეს და 1 და 2 ლარს არ ითხოვდეს, ეს რომ დამთავრდეს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ და ის რომ ჩვენი შვილები ჯანსაღი ტრადიციების საფუძველზე იზრდებოდნენ და აღარ გვეშინოდეს ელემენტარულად მომავლის ყურების, ამას მე ნამდვილად მაქსიმალურად უზრუნველყოფ და შემიძლია ამის გაკეთება და ვპირდები კიდეც ჩემს თანამოქალაქეებს, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მე ნამდვილად ძალიან მალე დავატყობ ხელს
და თქვენ დაინახავთ პრაქტიკულად თვეების შემდეგ, რომ ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიძლება. დიდი მადლობა. და კიდევ ერთი ზარი, ამის შემდეგ უკვე აღარ გვექნება საშუალება ზარების, იმიტომ რომ ძალიან გადავაჭარბეთ დროს. გისმენთ. გისმენთ ისმის თქვენი ხმა, დიახ. დავკარგი უბრალოდ ყური. საღამო მშვიდობისა. ქალბატონს მოგესალმებით და ქალბატონინო, მე თქვენი გულშემატკივარი ვარ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ქალბატონინო, ასეთი შეკითხვა მინდა. თუ შეიძლება ამ რეფერენდუმთან ერთად ჩატარდეს ასეთი რეფერენდუმი, ვის უნდა ისა ნატოის შესვლა ევროკავშირშიან ისა უბლოკო სტატუსი. როიძახიან 75%-ს ან 80%-ს უნდა ნატო ვის კითხეს, ოდის კითხეს, სააკაშვილის დროს ჩატარებული რეფერენდუმით საზღვრავენ. ვის უნდა ნატო, ან რას მოგვიტანს ჩვენ ნატო? ადრე კომუნისტები გვატყვილებდნენ კომუნში შევალთო, ახლა ესენი გვატყვილებენ ნატოს შევალთო და იქნება დაგვაყენოთ საშველი. ვიყოთ ჩვენთვის, არც ნატო გვინდა და არც ნატაშა. მადლობა. დიდი მადლობა. არ ვიცი ნატაშაზე რამდენად დაგეთანხმებიან, მაგრამ ნატო ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ გვინდა საქართველოში. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ იზოლაციას არ ვაპირებთ მთელი დანარჩენი მსოფლიოდან, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა ყველასთან უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ ბატონს ვეთანხმები, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება საქართველოსათვის დღეს არაფრის მომტანი არ არის ნეგატივის მოტანის გარდა. რაც შეეხება რეფერენდუმს, ჩემო ბატონო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ალბათ რეფერენდუმი იგულისხმეთ ქორწინების თაობაზე, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. მე ერთი ქართულ ოცნებას მინდა ვკითხო, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რომ მოიტოვეს ეს ამბავი და იძახიან, რომ ეხლა რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მე ჩავწერთ, რომ ოჯახი ქალი და მამაკაცის ერთობაო, 4 წელი რა უშლიდათ ხელს, რომ ეს ჩაეწერათ, უბრალოდ 4 წლის განმავლობაში თვალი დახუჭეს ყველაფერზე რაც ხდებოდა, მათ შორის გეი აღლუმებზე, რომლის ჩატარებაც თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის სინდისია, ეს იმ ადამიანების გასაგონად ხუთიანის მოხაზვას რო აპირებენ და ერთი წამი წარმოიდგინეთ რა ხასიათზე დადგებით ღმერთმა არაქნას და თქვენმა შვილმა რო გითხრათ რა მოხდა მერე კაცრო კაცი მოყავს ცოლათო, ეს ნაციონალური მოძრაობის სინდისია, საერთოდ რომ ამ თემაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. და ქართულმა ოცნებამ კიდე არაფერი არ გააკეთა, რომ ამისათვის ხელი შეეშალა და მე სანამ ვიყავი ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობის ძალიან დიდი სურვილის და მიუხედავად გეი აღლუმი საქართველოში არ ჩატარებულა. მე 8 აგვისტოს, უკაცრავად 8 ივლისს წამოვედი ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ქალბატონინო თქვით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა გაკეთა, აი როგორც თქვენ მკითხეთ, მაგალითად იგივე მაჟორიტარობასთან დაკავშირებით და მე მარტო ორ ციფრს დავასახელებ და მარტო ორ ფაქტს დავასახელებ. მე 8 ივლისს წამოვედი 2008 წლის ხელისუფლებიდან და ზუსტად 2 თვეში 8 აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და ზუსტად 8 თვეში 2009 წლის გეი აღლუმი ჩაატარა და რასაკეთებდა ბურჯანაძე როცა ხელისუფლებაში იყო, მარტო ეს ფაქტი აჩვენებს ამას ძალიან კარგად. ეხლა რაც შეეხება ნატოს რეფერენდუმს და უბლოკო სტატუსს, მე მინდა ამ ბატონს ვთხოვო და ყველას ვისთვისაც მისაღებია ის, რასაც მე ვამბობ, ჩვენ დავიწყეთ უბლოკო სტატუსის შესახებ ხელმოწერების შეგროვება. 200,000 ხელმოწერა არის საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტი ვალდებული გახდეს, რომ ჩვენ განვიხილოთ საქართველოს უბლოკო სტატუსი. ეხლა ყველგან ჩვენი აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებენ, ჩემო ბატონო, ძალიან ბევრი ხელმოწერაა შეგროვებული. გთხოვთ, რომ თქვენც და დანარჩენებიც, ვინც დღეს ტელეეთერს უყურებდა და გვეთანხმება, შეუერთდეთ ამ ხელმოწერებს, ჩვენს ოფისებში გროვდება ეს ხელმოწერები, ან ხანდახან შეხვედრების დროსაც კი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ეს საკითხი განხილული იყოს და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველოს გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი, საქართველოს კონდეს სამეზობლო და ნორმალური და კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც და ყველა მეზობელთანაც და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა დადგეს ფეხზე და ჩვენ ნორმალური ქვეყანა ვქონდეს. ძალიან დიდი მადლობა, შემოხაზეთ 3 ნომერი, ამ არჩევნებში 3 ნომრის შემოხაზვა ნამდვილად ქვეყნისათვის შანსის გაჩენას უდრის და ნამდვილად ქვეყნის გადარჩენის შანსის მომცემია, ასე რომ ველოდები, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე და ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს 3 ნომერს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის სტუმარი გახლდათ ბლოკი ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა, თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. წარმატებები მინდა გისურვოთ ნომერი 3 ბიულეტენში. ნინო, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.